გადავწყვიტა, რომ დღეს გადავიღო ვიდეო. ახლა არის 12-ის ნახევარი, დაახლოებით ეგრე. უნდა წავიდე სამსახურში. ისევ ვიგვიანე, მაგრამ 7 საათზე მაქვს ინტერვიუ ჩანიშნული, ამიტომ ეგ დაგვიანება გამართლებულია. ან გამოდის, რომ უფრო გვიანობამდე უნდა ვიმუშაო. ამ ვიდეოში გადავწყვიტა, რომ ჩემი თავი უკეთ გაგაცნოთ, იმიტომ რომ წინა ვიდეოს რო უყურეს ჩემი მეგობრებმა და ჩემმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ ძალიან გაუგებარი იყო იმ მხრივ, რომ არ გიცნობდნენ შენ. ხოცა ცოტას შევცდები, რომ გაგაცნოთ ჩემი დღის განმავლობაში. ზოგადად ვარ მარიამი, ვარ 22 წლის და სწავლობ მეოთხე კურსზე ვარ, პრინციპში ვამთავრებ უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის. გარდა ამისა, ამჟამად მუშაობ სავიში, სავი არის ბიზნეს კონსულტინგი და მანდ ვარ უმცროსი კონსულტანტი. ბაზრის კვლევის ნაწილში ვარ მე. კიდევ რა არის ჩემს საინტერესო? კიდე არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ხო, ყავს 2 და 1 ძმა. და ეგეც ჩემი პერსონალიტის ნაწილია. ჩემ ვიდეოს რო უყურებდნენ ჩემი იდეები, ისე იცინოდნენ, რომ მეტი არ შეიძლებოდა, მაგრამ it is what it is. ხო, ძალიან მიყვარს Beatles-ი, მიყვარს Lana Del Rey ძალიან. ბოლო პერიოდი Taylor Swift-იც ძალიან მომწონს და ხშირად უსმენ. Pink Floyd მიყვარს ძალიან კიდე. მაგრამ ფავორიტი მაინც არის Lana Del Rey და Beatles-ი, რომლებიც აი სულ გამდევენ რაც ცხოვრობ ლამის. ხო, კიდე ჩემ პატარა დამეუბნება, რომ მაკიაჟი არ გიხდებაო და არ ვიცი რომ შეიძლება რამეს მაკიაჟი არ უხდებოდეს. სამ ბევრ მაკიაჟს არ ვისვამ, მაგრამ რა ვიცი, ეგრე მითხრა. მე მომწონს ჩემი თავი უფრო მაკიაჟით. კაი, კიდე ერთი რაღაც არის. ივროშოში ვიყი და ბოლოს რაღაცები და მაგასაც განახე, მაგრამ ხშირად დავყიდულობ ხოლმე, ბოლო დროს დავიწყე სახის კანის მოვლა. და დავიწყე ბიზნეს დავცავი ვიყიდე მარტო. მერე ვიყიდე დამეტენიანებელი და მიცრალური. ანუ სახის გამწმენდი. და მაგათ ვიყენებდი დილას აღამოს. ანუ საღამოს ბიზნეს განთავსებას აღარ ვიყენებდი. ახლა ვიყიდე სახის დასაბანი, იმიტომ რომ როგორც მივხვდი, ის მიცრალური არ ყოფნის და საჭირო რომ სახეთან დაიბანო. ეგეც ვიყიდე და ჩემ დას ვიყიდე კიდე სახის დამატენიანები, იყო მაგას მშრალი კანი აქვს, მე ნორმალური მაქვს ის. კიდე ვიყიდე ბადი მისტი. ოღონდ გონ მალეგასტის უნდა ახლა რომ დავისხმრულ აღარ მაქვს, მაგრამ ნუ რა გავაკეთოთ. და რაღაცები აქეთ მაჩუქეს მე სამ პროდუქტი რო ვიყიდე, ერთი გონი სახის კრამი მაჩუქეს და მეორე მაჩუქეს რაღაც კრემია, რომელიც მზეზე თუთმებით თხას მე უნდა წავისვა. ძალიან მეზარება, მინდა რომ სახლი დამეყო, მაგრამ უნდა წავიდე. დღეს დიდად საინტერესო მეტი არაფერი არ ხდება, ამიტომ შევეცდები რომ ჩვენზე გელაპარაკოთ. რაც გამახსენდა, იმიტომ რომ მეც სამწუხაროდ არ გამახსენდა და not good. ხოვდები ავტობუსს და წავიდე სამსახურში. წესთან ავტობუსს პირდაპირ მოვყავარ, ამიტომ გადაცდომა აღარ მომიწევს. სამსახურში მივდივარ, მე ნაკლად მოწესრიგებული და ცოტა ხანში 1-2 საათში ასე ხვდები, ანუ ყველაფერი მშორდება, მაკიაჟი მშორდება, თმები მეწეწება და აზრი არ აქვს არაფერს. ახლა მინდა
რამდენიმე სიტყვა თქვა იმაზე, რომ გადაწყვეტა ვიდეოების გაკეთება. მოკლედ, ერთი პერიოდი close friend-ებში ხშირად ვწვდებდი სხვა ვიდეოს, სპამოვდი ჩემს მგონი 15-ოდე მეგობრებს ძალიან. მე გადაწყვეტა Instagram-ი გამეუქმებინა, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდი და თან ხალხს ვტალკავდი და ძალიან ავადმყოფურად იქცევდი მოკლედ. Instagram გადაწყვეტა რომ გამეუქმებინა და გავაუქმე კიდეც და თითქმის 2 კვირა გაუქმებული მაქვს და ძალიან კარგია სხვა შორის. ხო და მაგის გამო რომ უკვე ვეღარ ვწვდებდი ვიდეოებს close-ებში, მინდოდა რომ რაღაცნაირად ვიღაცისთვის რაღაცები გამეზიარებინა და ყოველთვის მომწონდა YouTube-ი ჩემი ფავორიტი სასწავლო ქსელია და გადაწყვეტა რომ გამეკეთებინო. და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნაკლებად მარტო უგრძნობ თავს ვგრძნობდი მანამდე. Houseman Taylor Swift-ის August. ერთ-ერთი ფავორიტია. ძალიან კაია. კიდევ ერთი ფაქტი ჩემს არის, რომ როცა ადამიანს ვხვდები და მაპანიკებს, მაგალითად, ხოდა ეგრე ვიწყებ ძალიან ლაპარაკს. ერთ რანდომ ფაქტს მოვიყვები, უცებ, რომელიც ანუ არაფერს გვეჭარ არის საერთოდ, მაგრამ არ ვიცი რა უნდა ველაპარაკო და უცებ მაგას ველაპარაკები. უაზრობებს და ალბათ სტარდებიან, მაგრამ ზუსტად ეგ მოხდა ახლა, ისეთი რანდომ დეტალი გითხარი, იმიტომ რომ დავპანიკდი, რომ შევხვდი რა. აი, ხა ვლოგში მაინც არ მოვხდები. რატო? და დებილობს ლაპარაკო. ეგეც მართალია. მეც მართალი. ვითომ ამას უსმენ ხოლმე. ტელევიზორს არ უყურებ საერთოდ. ესეც ფაქტი ჩემს შესახებ. მეზარება რომ ვდგე და დავიბანო. ძალიან ჭირს ბოლო დროს ის რომ ყველაფერს გადავდებ, ძალიან მეზარება რაღაცებს კეთება. ზოგჯერ ცხოვრება ძალიან მეზარება, ეგეთი თქواس. და ხარ რომ უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ, რომ აი ეს უნდა გავაკეთო, ხომ დავდგე. და რატო? აი რატო? მინდა გითხრათ, რომ შევძელი და დავიბანო. ასევე სახეზე ის ყველაფერი წავისვი, რაც უკვე ჩამოთვალე, ახლა დამატენიანებელი უნდა წავისვა. სულ ცოტათი მეწვის. იმიტომ რომ სკრაბი წავისვი პირველად სახის სკრაბი, ეგ მაჩუქეს ივრში. და ზე არ ვარ. Instagram-ი აღვედგინე რამდენიმე წუთით და ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო, რაც ბოლო დროს მიმიღია. ძალიან ტოქსიკურია, ჩვენთვის ძალიან ტოქსიკურია. კონცერტ ციკიანი ვარ და მაგის გამოა, მაგრამ anyways. ვეღარ გავაუქმე, იმიტომ რომ Instagram-მა არ მომსაუბრება, ამიტომ უბრალოდ წავშალე აპლიკაცია და ერთი კვირა რო გავა, მე გავაუქმებ თავიდან და უკვე მეცვედინებ, რომ კაი ხანი აღარ უნდა ავადგინე, იმიტომ რომ ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. გადაიღო. იხეს თუ არ იხეს. რა უნდა გიმესიხეს? კარგი ელენე.
კომენტარი გააკეთე ამ ყოველივეზე. ამ მარაზმზე. საკვები არ მიგვეწონა. მე პირადად არც ბურგერი მომეწონა, არც ვიწრო იყო და ცოტა. აი, ვიცი, ძალიან შორს ახლა მინომა მოგვიყარე მანქანი თუ რა გამოვიდოდა. აქ გადაიღებ პატინეტა. ჩემ პატარა და მეუბნება, აქ რა მაგრა საინტერესო ცხვირი გაქვს. Backhanded compliment. ანუ გიც რაღაც პირველად გავიგე, ანუ რა საინტერესო ცხვირი, მადლობა. კონცერტი ახლა გაჩერდა მაინც. ელენა რა კომენტარს გააკეთე? ეს კონცერტი არის. ცოცხალი შესრულება არ არის, ხო? საიდან მოდის არ ვიცით. ასე გვაფორმებე ჰანგები. ანუ შემდეგ კვირაში კიდე კონცერტები არის. ჩემი აზრითაც პარალელურად. აი ელენამ გადაწყვიტა რომ ეს კატა იშვილოს. ეს არის ელენესთვის მესამე კატა. ეს არის გიორგი. ეს არის ანუშკა ჩავიდა. აბა ეს კაია. სალამი. ვი დაზუმებული მქონია. ჩვენ ვართ პარლამენტთან აქციაზე. კი ბატონო. ვართ და მე ვიმუშავე და ესე მოვედი და ყველს მოგწოდებთ რომ شاید نموم شد. რაც სახლში მოვედი, მაგის მერე გავიდა 1 საათზე მეტი და მე სულ სკროლავდი. არც Instagram-ს, არც TikTok-ს, არამედ YouTube-ის short-ებს. მაგრამ ყოველთვის იმით ვამართლებ, რომ YouTube-ი რომ აქვს სანგრძელო ვიდეოებსაც ვუყურებ და short-ებს და იქ შობს, ვიდრე მარტო YouTube-ის short ვიდეოების ყურება. შაბათს თუ რომის დედლაინი მაქვს, გდივარ. არ შემიძლია არ ვისკეთებ, არც ძალ მაქვს, არც სურვილი. და არც ხარისი. მომბეზრდება სკროლ, მე ფიქრობ, რა უნდა ვაკეთო და ცოტა კრიზისი მაქვს. ახლა დავიბანდა რაღაც იმაზე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე self-love, ანუ საკუთარი თავის სიყვარული. ძალიან კარგია. მე ნელ-ნელა ვსწავლობ და ძალიან კარგია. მე დანა ვარ გამოსულები დონატის საჭმელად, დამყურეში უკვე მე-4-ედ. და ალბათ მალე დიაბეტს ავიკიდებთ, მაგრამ არა უშავს. Life is too short. ღირს დიაბეტი. აკიდება დონატები ჭამ. თან ანუ მესამე გამოიძახა ანამ თავისით და ანუ მესამე არა, ერთხელ შემოჭრა. ერთხელ ხო ანუ მესამე ჯერზე ანამ გამოიძახა თავისით პირველად და შემთხვევით ისე გამოიძახა რომ ანუ მეტი გადაიღა და ნაკლებში. მაგრამ ძალიან გემრიელი იყო და ეგეც ღირდა. Things we would do for donuts. Thanks for watching.
ჩემო მეგობრებო, რომ შემდეგი ამეთო უფრო მოკლე ვიდეო, მაგრამ მგონი უფრო ქსელი გამოდის პირიქით. What can I do? This is what we got.